და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღეს დღესასწაულოთ წმინდა გიორგის პრობაზე წამებისენების დღეს ვისენებდა. თან დღესასწაულობდა ხშირია და კეთევან წამებული იყო თუ 100.000 მოწამე. ეწამებოდნენ და ჩვენ დღესასწაულობთ და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ წამებით ხდებოდნენ სეციური ეკლესიის წევრები და წმინდა გიორგის სიმაგალითია მოწმეების და ვინ აწამებდა? მეფე დიოკლეტიანე. მეფე დიოკლეტიანე კიდე ვისი მაგალითია? იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან ქრისტიანები. იმათ ოს ადამიანია ესე იგი სული წმინდა არა ადამიანში. უყვარს მარტო თანამოაზრეები, თანამემამულეები. აი მაგალითად მეფე დიოკლეტიანეს წმინდა გიორგი უყვარდა როგორც შვილი, იმიტომ რომ მთავარი მხედართმთავარი იყო და მამაცი იყო და ამ სიმამაცის გარდა როგორც შვილი ისე უყვარდა, მაგრამ როგორც კი გაიგო რომ ქრისტიანი იყო, სიყვარული შეეცვალა სიძულვილად. და ასეთი ადამიანი, როცა სული წმინდა არა ამაში და ჩვენ კიდევ ხშირად ვეუბნები შემრევს, რომ სული წმინდა ვსვებულობთ, ნათლობი და რამდენია თავის ბავშვს არ ნათავს, იმიტომ რომ სუფრის ფული არ აქვს. იმიტომ რომ მისი ნათლია რაღაც უცხოეთშია. დაბადებიდან 40 დღიდან უნდა მონართოთ ჩვენი შვილები და რო გახდნენ ეკლესიის წევრები. თუ ავადარი პირველ დღესვე შეიძლება მოინათლოს. ამდენი შემთხვევები ერთი იაშვილის სამტოფო ქვია და როგორც ზედატერეზე იყო კათოლიკებში ისე არის თინათინი ქვია დილიდან საღამომდე იქ არის და თუ ვერ ესწრება მღვდლის მოსვლა ბავშვებს ნათლავს კურთხევა აქვს და ის ამბობს რომ თინათინი რომ ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ განკურნებისა ბავშვების ესე იგი მე სოღდელი ვარ ხშირად ვეუბნები ადამიანებს რომ 90% მოწმენები ვართ, მაგრამ აღსარებას იერება ესმის მარტო 20-30% მაქსიმუმ. და ამ დროს ვერ ხვდება რომ ან ზოგს წმინდანები ყავს გაღმერთებული. აი მაგალითად მამა გაბრიელი, მე მიხარია რომ მამა გაბრიელის საფლავი ტაძარში არის. რატო? იმიტომ რომ სანამ გარეთ იყო, მანამდე ვუყურებდი იმ ხალხს, ვინც ღამეს უთნებდა ზოგს მეკითხებოდი აღსარებას ამბობ არა. და წმინდანი რას გიშველი შენა თუ არ მივხვდი რომ აღსარებით იცხოვრო. ვერ წმინდანი გოზი გიშველის, ვერ მამაგაბი, ვერ ცეთი წმინდანი ვერ გიშველის, ღვთისმშობლის ვერ გიშველის. თუ არ მივხვდები რომ აღსარადო შეიძლება შენ აცოდავდე, მაგრამ ესე იგი შენ თუ გონია რომ უცოდველი ხარო, სახარებაზე ბრმა ხარო, ესე იგი შენ შენ რა ღმერთი. და რამდენი ადამიანია რახან არ ხვდობს რაღაც ჩახოს გარეგულად არ აშავებს. გონია რომ აღსარება არა საჭირო და ამ დროს წმინდა გიორგობა იქნება თუ ხშირია დღესასწაულები ყოველი კვირა დღესასწაულია ესე. ის იმიტომ რომ ქეიფოთ. თვითონ ქართული სუფრა იგივე ლოცვის გაგრძელება, მაგრამ რა ხდება? რამდენი შემთხვევები ვიცი რომ სასმელია მიზეზი ოჯახის დანგრევისა. რამდენი ვიცი რომ ფხიზელი ცხვარია, დალევს გელია. და თუ ვიცი ეს შენი ხასიათი რა ადგინდა ეს ერთხელ ცხოვრობ დედამიწაზე და თუ ვიცი რომ სასმელი გერევა და მეორე დღეს არ გასულს ასაკეთებდი. ესე იგი პროდებაში ხარ ოჯახთან, მეგობრებთან და ყველასთან. მე ხო გამოსლება საერთოდ მაქვს, იმიტომ რომ ჩემთან მოდიან ესეთი ხალხი, ვისაც მიტოვება უნდა სასმელის წამის და დასკვნა რა გავაკეთე რომ საერთოდ ვისაც გამარცხებთ ეს სასმელი ჩვენია ერთი ჭიქას არ დასპედიანი სასმელები უფრო ადვილია ვიდრე ზოგადად ერთი ჭიქა დავლიო და თავი შევიკავებ სოქს მოხუჯი არ აქვს ამიტომ და დედამიწაზე მეოჯახე დავებადებით როგორც თქვი ესე და ეს წმინდა გიორგი იქნება თუ კეთემან წამებული თუ 100.000 მოწამე აი მადრონა ავიღოთ თავის ცხოვრებაში რასაც სიხარულზე ძახიან ამ ქვეყნებს არ უნახია, მაგრამ ხელა წმინდანია ყოველ დღე 3-4 საათი რიგი გინდა მადონას საფლავამდე რომ ეხვიდე. ასევე წმინდა გიორგის საფლავთან ერთხელ კი ვიყავი, მაგრამ რო ვთხოვ მეხმარება. მეხმარება სერაფიმ საროველი, სპირიდონ ტრიუმფალური, ალექსანდრე სვირელი, ივანე შანხაიასკი ამერიკაშია. ვთხოვ მეხმარება, ვერ მეხმარება ჩემი წინაპარი და თქვენი წინაპარი. ჩვენი წინაპრები ანთებდნენ სანთელს. რაღაცა ცხვარის კლავდნენ, მაგრამ გვეხმარებიან ისინი, ვისაც შეუდა წირვა ლოცვის, აღსარებას, იზიარების, ამიტომ ვიწამო და ჩემ პრაქტიკაში ვხედავ, რომ ექვემებიდან ჩამოწერილი, ფერზე დამდგარა 7 წელიწადით. ასევე
აღსარებაზიარებით ბევრი უყურება ისინი განგუნდებულა ბევრი შემთხვევები მქონია აქედან გამომდინარე რატო ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ტრადიცია და რაც შეეხება იმას ვისაც წმინდანის იმედი აქვს მარტო წმინდანის ახლა შენ თუ მოუნათლავი ხარ წმინდანი გიშველი ის იგივე ეს აღსარებაზიარების გარეშე ეს ადამიანი მეხვდება რომ ამ ხელას როგორც ახლა ეს ჭირდება დაბანვა წყლით და საბნით ასევე სული წმინდება აღსარებაზიარებით მაგრამ როცა შენ ჯამთელი ხარ შენ ჯამთელს ზოდისმე ექიმი მოგინდება გექნება სული ექიმთან რომ მეხვიდე მაგრამ სახარებაში წერია რომ შენ თუ ჯამთელი გონიაო თავი ესე იგი ამ ბარდაუნებაში ხარ რომ ესე იგი შენში არ არის ღმერთიო და ხშირად მოყავს მაგალითი რომ როცა მზისხივი შემოდის ჩვენ ხედავთ ის ნაწილაკებს ასევე როცა გულში ღმერთია იმას სული წმინდა მაშინ შენ მსგავსების სავსეპურის სავსეპურის თავდახრილია როცა სული წმინდა არა ხარ თავაზეული ამ ბარდაუნებაში და სხვებს განიკითხავ და პრობლემების გადაწყვეტას ხედავ სხვაში ახლა ჩვენ რო ჩაგრებით სილუეთ მეზობლიდან რუსეთიდან ფიზიკურად გამოსავალს ხედავენ გინებაში და წყევლაში გამოსავალი არა დასავლეთიდან იქ უმუშევარს მეტი აქ ვიდრე აქ მუშას უსახმოს და იქ რო ჩადიან იქ რამდენია რომ სახლე მიცეს, კარი მიცეს, კვდებოდა, გადაარჩინეს მაგრამ შენ უნდა მივხვდე რომ ევროკავშირი არა მიზანი კარგია, კარგი გადმოვიღოთ მიზანი უნდა იყოს ღმერთთან ერთობა ამიტომ რამდენი ადამიანი ვიცი ვინც იქ ცხოვრობს და განადგურებულა ზოგი წამლით ზოგი ცოდვაში ესე იგი იქ ყოფნა არ შველის ასევე კავშირში შესვლა ქვეყნების თუ შენ შემეს უარი არ გახდები შენ თუ მოპარვას არ მიატოვებ როცა ხელისუფლებაში ხარ და თუ ოპოზიციაში ხარ მარტო ცუდს ხედავ თავრობაში შეუძლებელია ყველაფერი ცუდი იყოს მაგრამ აქედან გამომდინარე ჩანს რომ მარტო სკამზე ფიქრობ და ის რაც ხდება რომ ქართველი ვეჭედება საქართველოში ესე იგი მარტო ენაზეა დაუშვათ ჯერჯერობით სიყვარული და ღმერთმა გნას რომ ესეთი კანონები ყოფილიყოს როგორც ევროკავშირშია რომ ქართველი არ გაბოდეს რომ დაცული იყოს მუშა და ხშირად ამბობ კომუნისტური წყობას რატო ღმერთობა იყო საშინელება იყო მაგრამ მუშა უფრო დაცული იყო ვიდრე ახლა ესე კანონზეა მნიშვნელობა თორე შესვლა დაგერქვას თუ გინდა შედი შენ თუ კანონებზეა ლაბარაკი რომ კომუნისტური წყობის უფრო დაცული იყო მუშა ვიდრე ახლა იმ დროს ხო ცხოვრობდი იქ 600 და 1800 როცა მოქმედების თავისუფლება ის ვერ ძღება ფულით შენ ცოდას გაზდევს ქართველი ქართველს მეთქე მოგცეს სიყვარულის ნიჭი ჩვენთან არის ღმერთი